თეკლას, იმიტომ რომ ნამდვილად ვლადო შენი არაჩვეულებრივი მუსიკალური ბლოკის შემდეგ თეკლას დროც დადგა, ის იმყოფება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება და ამის შესახებ უბრალოდ დეტალურად ისაუბრეს. თეკლა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, დიახ, დღეს პოეზიის დღეა, თუმცა სანამ დღევანდელი საღამოს მოვლენებზე დავიწყებთ საუბარს, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ პოეზიის დღე 1920 წლის 7 მაისს დაწეს და ცისფერყანწელთა ორდენის მიერ, თუმცა რამდენიმე წლიანი აღნიშვნის შემდეგ მას რამდენიმე 10 წლეულიანი წყვეტა ჰქონდა და 2010 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაჩნდა იდეა ამ დღის აღდგენისა და პომპეზურად აღნიშვნისა, ასე რომ დღეს უკვე მეხუთედ აღინიშნება პოეზიის დღე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. როგორი იქნება დღევანდელი საღამოს მიმდინარეობა, ვინ იქნება დღევანდელი საღამოს მთავარი გმირი? ამაზე გვესაუბრება ნინო გედენიძე, დღევანდელი საღამოს ორგანიზატორი. მოგესალმებით ნინო და ბიზინამ გალუპლიშვილი იქნება დღევანდელი საღამოს მთავარი გმირი და არაერთი მიზეზი არსებობს, რატომაც გადაწყდა, რომ სწორედ ის ყოფილიყო ბატონი ბიძინა, დიახ, გარდა მისი შემოქმედებისა, მისი ბიოგრაფიისა და ზოგადად დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა სწორედ გეოპოლიტიკური მდგომარეობა. და დავიწყოთ საუბარი დღევანდელი საღამოს გეგმებით და გავაკეთოთ ასევე ექსკურსი ზოგადად ამ დღის აღნიშვნისა საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ პოეზიის დღეს და სულ მუდამ ლექსის და განწყობაზე ყოფილიყავით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რომელსაც მეხუთედ აღნიშნავთ, ჩვენ ყავს უცვლელი პარტნიორები. ეს არის გამომცემლობა ინტელექტი არტანოჯი, რომლებიც ძირითადად გამოცემენ კიდეც ცისფერყანწელების ორდენის სხვადასხვა წევრების შემოქმედებას და ამავე დროს ლიტერატურული სახელოსნო მარინა ბეკიაშვილისა. თვითონ მთავარ გმირებს ვცვლით ხოლმე. პირველი 2 წელი ცისფერყანწელები იყვნენ. ცისფერყანწელების მუდმივი გამოფენა რა თქმა უნდა რჩება, მაგრამ მათ ფონზე დღეს მთავარი მასპინძელი შეიძლება ასე ითქვას, გახლავთ აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი, 27 აგვისტოს საკუთარ პარმახზე დახვრეტილი ბიძინამ გალუპლიშვილი. მნიშვნელოვანია ეს არა მხოლოდ ამ ფატალური დასასრულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ორი ლექსი იცოდა მისმა შთამომავლებმა იცოდნენ მხოლოდ ორი ლექსი და სწორედ დღევანდელი დღისათვის თითქოს სპეციალურად კიდევ ერთი დასტური, რომ არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს, მოიძებნა 13 ლექსი. მისი ახლობლის საოჯახო ალბომში ჩაწერილი, ის სალაღობო ლექსები, არაჩვეულებრივად საინტერესო სტატია, ძალიან სერიოზული, ნამდვილად სამშობლოზე გულმკვდარი და ამავე დროს არა ზედაპირულად ემოციის დონეზე, არამედ ადამიანი, რომელსაც კარგად იცის, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს. აი ესეთი სტატია ღია წერილი გიორგი შენგელაიას 93 წელს უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ დაბეჭდილი და ვფიქრობ, რომ აი ცისფერყანწელებიც დამოუკიდებლობის პერიოდში შემოვიდნენ საქართველოში. ბიძინამ გალუპლიშვილის ლექსების აი ეს თარიღი ბოლო ლექსებისაც ასევე დამოუკიდებლობის 90-91 წელია. ძალიან სიმბოლურია ეს ყველაფერი და ყველას გისურვებთ, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობა გვიგრძნოს და ნამდვილი დამოუკიდებლობის დღეს აგვენიშნოს კიდევ უკეთესი პოეზიის დღეები. დიდი მადლობა, მე გიორგისთან გადავალ შემდეგი კითხვით. გიორგი კეკლიძე ასევე დღეს ჩვენი სტუმარი. გიორგი, საინტერესოა ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას აღდგენა ზოგადად ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუმცა საინტერესოა როგორი უნდა იყოს რეალურად პოეზიის დღე, იმიტომ რა თქმა უნდა 5 წელი არ არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია, რომ ისე აღინიშნოს, როგორც ამ დღეს ეკუთვნის, ასე ვთქვათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ტელემაყურებელს. ეს ინიციატივა მე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც იყო თავის დროზე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ქალბატონ ნინოს და მაშინდელ დროინდელ ვთქვათ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას. ცხადია ის, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნება პოეზიის დღე, რაღაც აზრით გასაკვირი საერთოდაც არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზოგად კონტექსტს და იმას, რომ პოეზიის დღე როგორც ასეთი ალბათ ყველაზე ნაკლებ ადამიანს თუ ახსოვს დღეს საქართველოში, ცხადი არის მისასალმებელი ამბავი. მისასალმებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ პოეზია როგორც ასეთი ალბათ არის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარეობა, რომელიც საერთოდ არ ცნობს საზღვრებს და არ იხსენებს კონფლიქტებს. შესაბამისად ძალიან
კარგი გზავნილია დღეს, ვთქვათ, აი ამ კონკრეტული ღონისძიებით, ერთი მხრივ აფხაზეთისადმი და მეორე მხრივ ნებისმიერი ადამიანისადმი, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობით, კონკრეტულად აი ამ დღის, აი ამ ადამიანისადმი მიძღვნა, რაც შეეხება იმას, თუ რა პერსპექტივები შეიძლება ქონდეს, ბევრი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ურიგო არ იქნება თუ რაღაც პრემია დაწესდება მომავალი წლისთვის, რომელსაც კონკრეტულ ადამიანებს გადავცემთ, არ არის აუცილებელი რომ ეს ადამიანი მაინც და მაინც ცნობილი იყოს, შეიძლება რაღაც ნიშნით იყოს გამორჩეული, როგორც დღევანდელი საღამოს გმირია. შესაბამისად, არაერთი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, მე ულოცავ ყველას ამ დღეს და წარმატებას უსურვებ პოეზიის მოყვარულსაც და არა მოყვარულსაც. და იმედია შემდგომში პოეზიის დღის აღნიშვნის ცერემონიალები გასცდება ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებს და სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავენ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს საღამოს 6 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყება საღამო, რომელიც პოეზიის დღეს ეძღვნება და რომლის მთავარი გმირიც წელს იქნება ბიზინამ გალუპლიშვილი. დიდი მადლობა თეკლა და გადაცემის ბოლოს ვახოს გემრიელი კერძი შესახედად ლამაზია და გემოცი. დეტალურად კიდევ უკვე მოვყევით როგორ გამოვამზადეთ, ამიტომ დროის სიმცირის გამო უნდა დავემშვიდობოთ ჩვენ